ვიდრე აჭარლები დაიწყებენ მარშს მსვლელობას, რომელიც საბოლოოდ გადაინაცვლებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, მანამდე აჭარლები იკრიბებიან ევროპის მოედანზე და ახლა კადრში გაჩვენებთ მათ მობილიზებას, ესე რომ ვთქვათ, ისინი აქ არიან შეკრებილები ბანერებით, სხვადასხვა საინტერესო და სახალისო პლაკატებით. უზარმაზარ ბანერზე არის წარწერა იდით გულე რომ ამფერი აჭარელი ყავარ განა, ასევე არის ძალიან ბევრი საინტერესო შინაარსის მქონე პლაკატი, მაგალითად ერთ-ერთ წავიკითხავთ ბორანოს ვინელებთ და თქვენ ვერ მოგინელებთ, ინაჩი ვერ გვაჯობებს და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ადამიანებს თავიანთი იუმორი აქვს ახლა გადმოტანილი ბანერებზე, პლაკატებზე და სწორედ ამ იუმორით ცდილობენ ისინი, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან. ეს ადამიანები დაახლოებით რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც სრულად შეიკრიბებიან, დაიძრობიან, როგორც გითხარით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, იქ სადაც საბოლოოდ ტრადიციულად ყველა მარში თუ მსვლელობა ერთიანდება და იქედან იტყვიან მათ სათქმელს. ეს ადამიანები ორი მთავარი მოთხოვნით არიან ახლა შეკრებილები, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული რეჟიმის პატიმრები. ასევე პირდაპირ ეთერში მინდა შემოგთავაზოთ ამ ადამიანების კომენტარები. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ, ძალიან საინტერესო წარწერა გაქვთ, ევროპამ ბეირუმი ნათქვამიაო. ანუ ეს რომ გითხრათ, ესე რომ ვთქვათ, გადაგვითარგმნოთ რა ეს ნიშნავს და ასევე თქვენი სათქმელი რა არის და მოთხოვნა. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა ჩართვისთვის. ანუ ბეირუმი ნათქვამი ნიშნავს, ანუ მობრძანდითო, ასე ვთქვათ. ჩემი სათქმელი და ალბათ ყველა ქართველების სათქმელი იქნება ერთი, რომ დღეს ყველამ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ გარეთ, იმიტომ რომ ნათლად ხედავთ, რომ აბსოლუტურად უსამართლობა არის უკვე ჩვენს ქვეყანაში. თვით სასამართლოში აღარ არსებობს სამართალი, დემოკრატია საერთოდ წაშლილია, კონსტიტუცია არის განადგურებული და ყველას გთხოვთ აბსოლუტურად გამოდით გარეთ, იმიტომ რომ ხედავთ, როგორ იტაცებენ ადამიანებს, როგორ აწვალებენ, როგორ ჯიან, არ ვიცი, სულში აფურთხებენ, კლავენ, სიკვდილით ემუქრებიან, ცოცხლად დამარხვით ემუქრებიან ადამიანებს და არ შეგვიძლია დღეს ჩვენ ესე მშვიდად ვიყოთ სახლში და საქმე ვუყუროთ. აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ყველამ და ერთიანად ავდგეთ ერთმანეთს გვერდით. მადლობა, ძალიან დიდი საინტერესო წარწერაა, როგორც გითხარით, ევროპამ ბეირუმი ნათქვამია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპა მობრძანდით გითხრა და სწორედ ამ ევროპული მომავლის დასაცავად არიან ეს ადამიანები. გამარჯობა, ქალბატონ ნინო ქათამაძეც იმყოფება ამ აქციაზე. ახლა ამდენად როგორც აჭარელი შეუერთდით ამ აქციას, გითხარით თქვენი სათქმელი, როგორც ამ აქციის მონაწილემ ახლა რამდენიმე სიტყვით თუ შეიძლება. ყველაზე ლამაზია ამ ჩემს აჭარლებთან ურთიერთობა, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, იმაზე მტკივნეული, რაც დღეს ხდება და ისთვისაც იკრიბება ადამიანები, ტოვებენ პროტესტს, აცხადებენ თავისი პროფესიიდან მოდიან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააგონონ ამ არლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელმაც მოგვყარა არჩევნებიც და გვყარავს მომავალს, არც კი ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც აი მთელი გულით არიან ამ პროტესტში ჩართულები, რომ იციან, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომ მშვიდობიანად ერთად დგომით უკან დავხედავთ თუ სწორად თქვი ეგ სიტყვა, უნდა ვიაროთ სულ წინ. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ესეთი ახლა ადგილზე ვითარება, როგორც გითხარით, აჭარლები არიან ევროპის მოედანზე შეკრებილები. სულ ცოტა ხანში ისინი დაიძრებიან უკვე მსვლელობით პარლამენტისკენ და იქ უკვე ტრადიციულად ცენტრალურ ადგილას მთავარ საპროტესტო ტალღას შეუერთდებიან და იტყვიან თავიანთ სათქმელს და გააჟღერებენ მათ მოთხოვნებს.